ყველა სფეროში ტრამპი ცდილობს, რომ ფეხი შედგას. ეჭვი არსებობს, რომ თავის დროზე ისრაელი აფინანსებდა. კი ბატონო, შეუწყეს ხელი ამ რადიკალურ ისლამისტურ მიმდინარეობას. ტრაგიკული არის, ვიღაცა რომ ჩამოვარდება კიბიდან და არის დანაშაული. ამერიკას ეს ხალხი არ ჭირდება რა. თუ არ ჭირდება, ეგ ბუნებრივად ისედაც არ მიაწყდებოდა რა მაგდენი ხალხი. ხდება ბალანსირება. ნახოთ რა იქნება. გამარჯობა, დღეს ჩვენი მიმოხილვის მე-12 ეპიზოდს უყურებთ. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი. საკმაოდ ისეთი დატვირთული კვირა გქონდა და დღეს შესაბამისად ჩვენი კვირა შეეხება ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს, არა მხოლოდ ამ კვირის მოვლენებს, არამედ ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციას და მის ასე ვთქვათ მოღვაწეობას შევაფასებთ. ასევე გეტყვით, რომ დაგვალაიქეთ, დაგვაშეარეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე იმასაც გეტყვით, რომ იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო რეპრესიული კანონები, მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოთ დამოუკიდებელ მედიას და ჩვენს მედიას. ამიტომაც გთხოვთ, რომ მცირეოდენი დახმარება გაგვიწიოთ, რადგანაც გავაგრძელოთ მაუწყებლობა და ჩვენთვის ხარდაჭერის გამოცხადება შეგიძლიათ ჩვენს საიტზე, სადაც შეგიძლიათ რომ ყოველთვიური დონაცია გამოიწეროთ. ახლა დაუბრუნდეთ გიორგის, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და თავიდან რომ დავიწყოთ რაღაც ტრამპის ზოგადი პოლიტიკა რომ შევაფასოთ პრეზიდენტობიდან, როგორ დაიწყო, რა მოლოდინები ჰქონდა და როგორ მიმდინარეობს, მოკლედ ძალიან ზოგადად რომ დავიწყოთ და მე უფრო სიღრმეშიც შევიდეთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ტრამპის ეს მეორე ვადა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში განსხვავდება პირველი ვადისგან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ასე ვთქვათ, უფრო ესკალატორულ პოლიტიკას, ხო, იქნება ეს ჰარვარდი, იქნება ეს ტარიფები, იქნება ეს სხვადასხვა საკითხები. პირველი ვადის დროს მაინც უფრო სიფრთხილე იქნებოდა ეს თუ ნაკლები რადიკალურობა ამ გადაწყვეტილებებში. ამ მეორე ვადაში მან ესეც თქვა, ხო, რომ ეს არის, თქვათ, ეს საღიაზრის ინაუგურაციის სიტყვაში თქვა, რომ ეს იქნება საღიაზრის რევოლუცია. მეორე არის პოლიტიკური იმპერატივი, რომ ასე ვთქვათ, ამერიკაში ხო იშვიათად არის ესეთი შანსი, მით უმეტეს ერთი პარტია აკონტროლებს სამივე სენატს, წარმომადგენელთა პალატას და პრეზიდენტობას და დემოკრატებმა თუ ერთი პალატა მაინც მოიგეს 2026 წელს, ხო, პრაქტიკულად ტრამპის ბოლო 2 წელიწადი იქნება ალბათ იმპიჩმენტს ეცდებიან დემოკრატები, შესაბამისად არის უნიკალური შანსი რესპუბლიკელებისთვის, კონსერვატორებისთვის და ტრამპისტებისთვის, რომ სიცოცხლეში მოიყვანონ ის დღის წესრიგი, რაც მათ 10 წლეულობით თუ რა ვიცი, დიდი ხანია აქვთ შემუშავებული და განახორციელონ. იქნება ეს, თქვათ, რაც თქვათ, ილონ მასკს დაევალა და აღასრულა თუ არა ეს საკითხი, ეს იქნება ეს ფედერალური თავრობის შემცირება, ხარჯების შემცირება, სხვადასხვა ის კონსერვატიული დღის წესრიგის საკითხი, კულტურული ომის საკითხები, რაც ტრამპს ასევე ახასიათებს. შესაბამისად, ტრამპი ჩქარობს. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ ისტორიული რაოდენობის, ესე ვთქვათ, აღმასრულებელი განკარგულებები აქვს გამოცემული, საკანონმდებლო დონეზე ჯერჯერობით დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად, და მეორე, ანუ ეს ყველა აღიარებს, რომ ხდება აი ამ პირველ მეორე ვადის ამ პირველ თვეებში, ასე ვთქვათ, ნამეტანი ძალისმიერი გამოყენება ამ აღმასრულებელი ხელისუფლების, ეს იქნება მიგრანტებთან მიმართებაში, დეპორტაციები თუ სხვადასხვა საკითხებზე, რაც მე ვთქვათ, სასამართლო უბლოკავს კიდევაც, იქნება ეს ჰარვარდი, იქნება ეს დაბადების უფლება, რომ ვთქვათ, არა მოქალაქის შვილს არის თუ არა ამერიკის მოქალაქე და ასე შემდეგ. ყველა სფეროში ტრამპი ცდილობს, რომ რაღაცა ფეხი შედგას და ეს აღმასრულებელი ძანებულების ძალით, თქვათ, პოლიტიკა შეცვალოს. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ეს ბალანსის სისტემა ამერიკაში და ეს სასამართლო ხელისუფლება ჯერჯერობით მაინც ეს ხდება ბალანსირება. ნახოთ რა იქნება. აი, იმიგრაციის ამბები ახსენე რა და პრინციპში ეს ბოლო პროტესტები, ხო, რაც მოედო მთელ ამერიკას და დიდ ქალაქებში მიდის ეს პროტესტი, არის ზუსტად აი ამ საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ, ხო? ანუ რეალურად შეუძლებელია, რომ ლოჯისტიკურად ისე მოხერხდეს, რომ მართლა აი ამ მიგრანტებისგან გაწმინდოს ამერიკა და
რაღაცა, არ ვიცი, ძირძველ ამერიკელებს და უბრუნო სამუშაო და ასე შემდეგ, ეგ გამორიცხული ამბავია. უბრალოდ ამ შიდა პოლიტიკურად რა მოგება აქვს ესეთი, რომ რაღაც აფეთქების ზღვარზე მიდის სიტუაცია, იქ ნაციონალურ გვარდიას გზავნის, ანუ გასაგებია რომ იყო წინასაარჩევნო დაპირება, გასაგებია რომ არის რიტორიკული ხერხი და იდეოლოგიური ფანდი და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ სინამდვილეში მართლა რას მისცემს ტრამპს მოკლედ აი ამ პოლიტიკის განხორციელება რა. და რეალურად აპირებს თუ არა, თუ უბრალოდ ეს პოლიტიკური რაღაც განაცხადია და სამაგალითო უბრალოდ უნდა რომ რაღაც თავისი როგორც ვენესუელელ ბანდიტებს რო გადაეკიდო ჭალებში რა. ხო, ახლა იმიგრაციაზე რო პირველ რიგში ეს არის მისი ასე ვთქვათ ნიშა იმ კუთხით რომ ეს კიდევ 2015 წლიდან როცა ვთქვათ იმ ესკალატორიდან ჩამოვიდა და განაცხადა რომ პირველად იყრიდა კენჭს, მაშინ იმიგრაცია ყოველთვის პრობლემატური იყო ამერიკაში, მაგრამ მან ასე ვთქვათ ყველა ტაბუ მოხსნა, როცა თქვა რომ მექსიკელები არიან მკვლელები, მტაცებლები და გამაუპატიურებლები, რამდენად კაი კაცია, კედელი რომ მექსიკა გადაიხდის კედლის ფულს და თქვა რომ უნდა ყველა არალეგალი გავაგდოთ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა ეს 13 მილიონზეა ლაპარაკი და ამის უბრალოდ ხო აი შესაძლებლობა ხო რამხელა ფედერალური ის გჭირდება ხო ძალა და ჯარი და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე პირველი ვადა, მეორე ვადა კოვიდის მერე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რა თქმა უნდა, ამერიკის კანონები რა ხდება? რეალური პრობლემა ამ ბოლო წლებში და ეს ბერმა ქართველმაც იცის საკუთარ ტყავზე აქ ეს გადატანილი, რა ხდება რომ ამერიკის საზღვართან მიდიხარ და ბარდები ითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს. მერე თქვა ხდება რამდენი დღით შეება დაგაკავონ, არ დაგაკავონ, აგიღონ ხო, თითის ანაბეჭდები და მერე იმის გამო რომ მილიონობით თუ მილიონი ადამიანი არის ესე სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგე, მაგრამ რიგი არის თქვა 4 წელიწადი და გეუბნები რომ მობრძანდებით 4 წელიწადში და ნახავთ მოსამართლეს და ეს 4 წელი თქვა გიშვებენ ქვეყანაში. ხო და ეს რა თქმა უნდა პრობლემური იყო, იმიტომ რომ რამდენიმე მილიონი და ადამიანი შემოვიდა ესე ბაიდენის დროს და ტრამპა ეს წინვალეთ გამოიყენა. ხო ხა ტრამპის რიტორიკა რა თქმა უნდა იყო უკიდურესი რომ ვენესუელას და კონგოს ციხეებს და საგიჟეთებს ცლიან და ჩვენ გვიგზავნიან და მე ცნობილია ხო კამალა ხარისთან დებატების დროს თქვა რომ ჰაიტელი მიგრანტები კატებს ჭამენო ცნობილი გამონათქვამი მისი და აირჩიეს იმ მანდატით რომ მე დეპორტაციებს დავიწყებ. ეხლა რა ხდება? ძალიან იოლად თქვა რომ პირველ რიგში ჩვენ კრიმინალებს გავაგდებთ, მაგრამ ჯერ ეს ერთი ამდენი მილიონი კრიმინალი არა, ხო? კვოტა არის რომ რაღაცა მილიონი კაცი ბოლოს იყო კვოტა, დღეში 3000 კაცი, რაც რო გადავამრავთ არის წელიწადში მილიონი კაცი. ჯერ ერთ კრიმინალი ამდენი მართლა არ არის და მეორე ეს კრიმინალები ხო ესე იოლად დასაჭერი კრიმინალი მის კრიმინალია რომ იმალება ან რაღაცა. ამიტომ არჩიეს უფრო იოლი გზა, რომ რა თქმა უნდა კრიმინალებსაც დასდევენ რეიდები. მშენებლობაზე რეიდი. აბა ვის არა გაქვთ საბუთები, წამობძანდით. სასამართლოსთან დახვედრა. მიდის ადამიანი, მისი кейსია, მოსამართლე ხო, მოსამართლე უარს უტყავს და გამოდიხარ თუ არა, გელოდება საიმიგრაციო ფურგონი, წამობძანდით დეპორტაცია. რეიდები მანქანის სამრეცხავებზე, რეიდები რესტორანში, რეიდები და აი ამან ააფეთქა ლოს-ანჯელესი, ისიც უნდა ითქვას, რომ ისე არ ჭეხს როგორც ქუხს, მე მგონი ეგრეა, ხო ქართულად, რომ რა თქმა უნდა იმ 2-3 ქუჩაზე არის და ეს მედია აშუქებს და 4000, მაგრამ რა თქმა უნდა ცეცხლი არ უკიდია არც ქალაქს და არც ამერიკას, სამ უბანშია მე მგონი საგანგებო მდგომარეობა და ზოგადად ეს ხდება რა ცენტრალურ ქუჩაზე არის პროტესტი და კი ეს შუქდება და ზოგადად რა თქმა უნდა დღეს თუ თქვათ უსაბუთოდ ხარ ამერიკაში, რა თქმა უნდა გაცილებით ნერვიულობ და ცუდად გქნობ. აი მეორე მხრივ უსაბუთობას რო შევეშვათ საბუთიანებსაც ნაკლები ამბავი არ არის. საბუთიანებსაც აი სტუდენტების არის რომ ვიზების გაუქმება, ის ცნობილი кейსი, როდესაც წვანე ბარათი გაუქმეს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტს ბატონ მოჰამედ ხალილი კი. ხო და ლუიზიანას ციხეში, არ ვიცი გამოუშვეს თურქის სტუდენტი გააგდეს უბრალოდ ამერიკა. ხო, თურქის სტუდენტი ყველაზე გამოუშვეს. შეაი ვენესუელელები ახსენ, რა იყო ის ვენესუელაც, ხო? ის ეხა დააბრუნეს ერთი კიდე სალვადორელი. სასამართლოს აკრძალულ დეპორტი ქონდა ჩართული, მაგრამ მე იყო დროებითი აკრძალვა მის დეპორტაციაზე და
მაინც გადაადეპორტირეს. ვენესუელელები გადააპორტირეს 1798 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ თუ არის შემოჭრა ქვეყანაში, ეს შემოჭრილი ხალხი საომარი ის ხალხი არ განეკუთვნება არ აქვს თქვა საბაზისო სასამართლო უფლებები. ის ადამიანები პანამის სასტუმროში ვინც ყავდა გამოკეტილი, ანუ ეგ საერთოდ რა იყო. ხო და ამიტომ მიმდინარეობს ამ საკითხს, საიმიგრაციო საკითხზეც მიმდინარეობს ესკალაცია, იმიტომ რომ ეს თქვა ანტისაიმიგრაციო მოძრაობა ბევრ თქვა ბოძზე დგას, მათ შორის იმ ბოძზე რომ ქვეყანას ვკარგავ. და მას ტაკერ კარლსონი თქვა პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატები ახდენენ უცხო მოსახლეობის იმპორტირებას, რომელსაც დაურიგებენ მოქალაქეობას, რომ ეს ქვეყანა ჭალებში გაითქვიფოს და შეამცირონ თეთრი უმრავლესობა და თეთრები რესპუბლიკა. და შიგნით ყიდულობს ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა. ვიღაცა ყიდულობს, რომ ეს რა ტრამპი ამბობს, რომ ესენი არიან კრიმინალები, რომ ჩვენ რას ამბობს ახლა მაგალითად, რომ ამერიკელ სტუდენტებს არ იღებს ჰარვარდი და იღებს თქვათ უცხოელებს. არა და ახლა ეს პირადი გამოცდილებაც არის. ბაკალავრიატის რო გადავდოთ დროებით, მაგისტრატურა და განსაკუთრებით დოქტორანტურა, განსაკუთრებით აი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ეს ზუსტი მეცნიერებები ძალიან რთული იქნება იმიგრანტების გარეშე, იმიტომ რომ ნებისმიერ თქვათ ისე იგი სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამაში ამერიკის უნივერსიტეტში ხანდახან უცხოელები რო არ იყვნენ, ბევრი ამერიკელი არ მიდის, იმიტომ რომ იქ თქვათ ბაკალავრს დაამთავრე და გაცილებით კაი სამსახური გაქვს. ხო, იქ შეიძლება კიდე კაი სტიპენდია ზუსტ მეცნიერებებში და ხა პოლიტიკის მეცნიერებებში ხანდახან სანთლით ეძებენ მაგისტრის და დოქტორანტურის სტუდენტს, იმიტომ რომ რაღაც კაპიკებს სტიპენდიაზე თქვათ ანუ ეგ ამერიკელი არ დათანხმდება. ანუ აკადემია იმიტომ არის აკადემია რომ გახსნილი და მეორე უზარმაზარი ბენეფიტის იღებს ამერიკა იმისგან, რომ სოფლიოს საუკეთესო ტვინებს. ანუ ეხა ეგ რა მართლა იდიოტიზმი არის, რომ რაღაც კვოტა დააწესო. არა, კვოტაც არ არის რაღაცა, არ ვიცი. ხო, არ ვიცი. თუ არ ვწდები, Google არის რუსი ებრაელი ემიგრანტის თუ არ ვწდები, შეიძლება მერევა. ეხაც ილონ მასკიც კი იმიგრანტი, ხო, ილონ მასკის ყველაფერს რო თავიდანვანებოთ. თვითონაც ამერიკა რაღაცა ის სოციალური კეთილდღეობის ქვეყანა არ არის, რომ იქ სწავლა იყოს 100 евро სემესტრში და ანუ ეს ხალხი ფულს იხდის, ან ზოგი სტიპენდიას იღებს და მერე იმ რაღაცა ამერიკული ესე ვთქვათ მეცნიერებას რა თქმა უნდა და წარმოებას და ხო და ამის ესე იგი ბენეფიცი არის და მეორეა კიდე ხო მარტო სტუდენტებს ხო არ უთხრავს ამ ხარჯების შემცირება, განსაკუთრებით ამ კვლევების ხარჯების შემცირება, ხო? დაიწერა 1-2 რომ თქვათ ჩინეთი ეგრევე უგზავნის იმეილები მისდით ყველა დიდ პროფესორს თუ რაღაცა ვისაც რომ მომბძანდით სრული დაფინანსება. იმიტომ რომ ჩინეთში ესმით ამ მეცნიერების ძალა და შესაბამისად ეს ნამდვილად ნახოთ როგორ გაგრძელდება, მაგრამ ნამდვილად არის თვითდამაზიანებელი ნაბიჯი. როგორც ესეც სიმართლე უნდა უთხრას, ხო, ხა უმეტესო კაი კრიმინალის მიღმა ის დაუწერელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრაქტი, რომ იმის ნიადაგზე, რომ არალეგალები პამიდორს $2 კრეფენ, ინარჩუნებს ის, რომ თქვათ საშუალო კლასს შესაძლებლობით დაბალი ფასები აქვს. როგორც იგივე აი ტარიფებზე რო გადავხდე, ხო? პირდაპირ უთხრა Tim Cook-მა თუ დაიწერა სადღაც თუ iPhone-ს გავაკეთებთ ამერიკაში, დაჯდება $3,500. ხო, ნახე, აქ მეორე ამბავი ისაა, რომ iPhone იქნება ეს თუ რა ვიცი, Nike თუ Adidas-ი, შენ თუ კერავ იმაში, ბანგლადეში და ვიეტნამში, ბანგლადეშელი და ვიეტნამელი გინდა პირობითად, რომ შენ ქვეყანაშიც რაღაცა აწარმოო და ის არ გაყიდო $20 და გაყიდო $10 რა. ანუ თითქოს ისე წარმოჩინდება, რომ ეს ხალხი, რომელიც ამერიკაში მიდის, მხოლოდ ისინი იღებენ სარგებლობას და ანუ ამერიკას ეს ხალხი არ ჭირდება რა. თუ არ ჭირდება, ეგ ბუნებრივად ისედაც არ მიაწყდებოდა რა მაგდენი ხალხი. ზოგადად მისი წარმოდგენა საერთაშორისო ვაჭრობაზე, როგორც ქველმოქმედებაზე, რომ ამერიკა ქველმოქმედებს, რომ შენ გევაჭრება, ეს აი სატარიფო ამბავზეც გადავიდა. ხო, სატარიფო ამბავზეც რომ კანადა გძარცვას და რაში გძარცვას კანადა, რომ თქვათ კანადა მეტ ხე-ტყეს და ელექტროენერგიას თუ რა ვიცი ნავთობპროდუქტებს ყიდის, იმიტომ რომ ვიდრე თქვათ ყიდულობს. ეს როგორ აძარცვა? ვიღაცა ეკონომისტი გამოვიდა თქვა, რომ
რა თქმა უნდა, ბანგლადეშთანო და ვიეტნამთან სავაჭრო დეფიციტი გვაქვს, იმიტომ ჩვენ მდიდრები ვარ და ისინი ღარიბები ვერანაირად ვიეტნამიდან ბანგლადეში ვერ იყიდის სტოლს სწორ რაოდენობის საქონელს ამერიკისგან. მაგრამ ეს არ აინტერესებს. სხვათაშორისო ერთი საკითხი, რომელიც მას 20-30 წელია, 40 წელია ჯერა და პოზიცია არ შეუცვლა, ის საერთაშორისო ვაჭრობა მას მიაჩნია, რომ საერთაშორისო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ამერიკას ძარცვავს. რომელიც თვითონ ამერიკისავე შექმნილია. რაშიც თქვათ რაღაცა უფრო არგუმენტი გააჩნია ის აი ეროვნული უსაფრთხოების პოზიციიდან, რომ შეიძლება წამგებიანია, მაგრამ სუპერ სახელმწიფოს ეხა ფოლადის და რკინის ქარხანა უნდა კონდეს, იმიტომ კი არა რომ მომგებიანია, იმიტომ ყველას გვესვის რომ თუ რაღაცა დაიწყო, შენი რკინა და კოვიდმა ეს დაამტკიცა. რუბიო და ბესენტი მაგას ამბობენ რომ კოვიდის მერე ეგ არის ეროვნული უსაფრთხოება. ეხა ეგ მე ჩემი თვალით მაგ ნანახი ხო, ზე სახელმწიფოში ტუალეტის ხახალზე რო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ცარიელი რა ქვია დახლები. ხო, ცარიელი დახლები, იმიტომ რომ რაღაცა, ანუ ყველაფერს თუ ჩინეთში აწარმოებ, რომ შეიქმნას რაღაცა პრობლემა ჩინეთში, ხო, აღმოჩნდება რომ პირბადე შეიძლება ვერ შეგება. მაგრამ ეგ საბოლოო ჯამში ხო, ანუ ამერიკული კორპორაციების გაკეთებულია, ამერიკულმა კორპორაციებმა მაგითი სარგებელი მიიღეს. მათ შორის ანუ ტრამპის ამის ნაწილი არის. ხო, ანუ რატოა ეგ რა ჩინეთის ბრალი სიტყვა? არა, ჩინეთის ბრალი. მაგათ შექმნილი ხო. რომ ბოროტებაა ჩინეთი, იმიტომ რომ გძარცვავს. ბოროტება კანადა, ევროკავშირი, თან კანადას რაც ბრალდება ფენტანილი და ის 1%, ანუ ამერიკაში ამოღებული. ეგ საერთოდ რაღაცა. ეგ არის აი გაღმა გამოდავება, ხო, რომ აი ფენტანილი და ზოგადად ეს ტარიფების საკითხი და ეს ჩინეთის ძარცვავს საკითხი შიდა ბაზარსაც დაარტყავს, ხო? ანუ შეიძლება გაძვირდეს, არ ვიცი, ახლა იმიტომ არის რომ სუიცვლება ხან 130%-ია, მერე ჩამოდის, მერე მოლაპარაკებები, მერე საბოლოოდ ვერც ვერაფერი შეასრულა დიდად. და შენი აზრით რაღაც გრძელვადიანი სტრატეგია ეგ თუ უბრალოდ ტაქტიკური ნაბიჯია რომ ჩინელები დასვავს თქვათ მოლაპარაკების მაგიდასთან და ხო მაგარი დილმეიქერია და ასე შემდეგ. ხო, მათ შორის ანუ ჩვენ ეს ტარიფები როცა დაანონსა, მე ვნახეთ რომ აი ამ ლიდერებს, სოფლიო ლიდერებს ოვალურ კაბინეტში იწვევს და რაღაცა ერთად მიზნებთან და ხო, ანუ რაღაცა ეგ რეალურად ეს პირველი ვადიდანაც ვიცი ჩვენ რომ ქაოტურობა ეს არის მისი თქვა სტილი. ქაოტურობა. ამ ტარიფებში თქო ბოლომდე ვერ გაიგეს 3 გეგმა შესთავაზეს და ბოლო წამს ყველაზე რთული გეგმა არჩია და ეს რა ქვია ეს ტარიფები თუ არ ვცდები 6 საფონდო ბირჟამ 6 ტრილიონი იზარალა, ხო? და ბოლოს როცა უკვე სახაზინო ვალდებულებებს ასე ვთქვათ ჭყალებში დაერხათ, მერე უკვე მივიდა ფინანსთა მინისტრი და შეცვალა. ანუ აქ მიუთითებს რომ რაღაცა რაციონალურ როცა აუხსნიან რომ კოტრდებით ან რაღაცა ეს ესმის და მეორე რომ Apple-ს დაუბრუნდეთ. არგუმენტი მარტო ის ხო არ არის რომ ვთქვათ ჩინური მუშახელი უფრო იაფია. იწერება არგუმენტი რომ Apple-ს მაგალითად ამდენ ინჟინერს თქვათ Apple-ი ვერიშოვის თქვათ ამერიკაში რაც თქვათ ჩინეთში, იმიტომ რომ iPhone-ი ახლა მარტო ის ხო არ არის რაღაცა რომ იქ ააწყო ის მაღალ ტექნოლოგიური და მაღალ ინტელექტუალური პროდუქტია და შესაბამისად მიუხედავად ამის საჯარო წერს რომ iPhone-ია ჩვენთან უნდა აიწყოს, რა ვიცი, Nike-ის ბოტა და Nike-ის ბოტას თუ შეკერავ ამერიკაში, სადაც მუშას მინიმუმ $7.25 უნდა გადაუხადო, ჯანდაცვა მიცე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბუნებრივია უფრო ძვირი აღება. ვენსი ამბობდა ეგეთ რამეს რა, რომ ჩვენ გლობალური უბრალოდ აი ამ უტარიფო და თავისუფალი ვაჭრობის მთავარი არსი იყო ის, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით ზევით, ანუ ჩვენ ყოფილიყავით ინჟინრები, ანუ ინტელექტუალური ძრავა და წამყვანი ესე ვთქვათ სპეციალისტები ჩვენ ყოლო და დანარჩენები უნდა ყოფილიყვნენ უბრალოდ შავი მუშები, კიდურები და შემსრულებლები ამ ამის. დღეს რახანც ეგ კონფიგურაცია შეიცვალა და რახან ჩინეთმაც და ვიცი სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს როგორ უნდა აწარმოონ და იმათაც ყავთ თავიანთი ინჟინრები და არანაკლები ვიდრე ამერიკელები არიან, ეხლა აღარ გვაწყობს რა. და ახლა საბოლოო ჯამში ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ
გვპარავთ არ ვიცი მე ინტელექტუალურ ინფორმაციას და ჩვენგან მიგაქვთ რაღაცა პატერნები და ბესენტის და ჩინელებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი ეგეც იყო რომ შეაჩერეთ ეს ბჭყალებში ქურდობა რა. ნუ ეგ ზოგადად იმ პრიზმაშიც უნდა გავაანალიზოთ რომ ბაიდენის და ტრამპის პირველი ვადიდან ჩინეთი არის სტრატეგიული მეტოქი ამერიკის ეს უკვე განცხადებულია და არ იდეა რომ ჩვენ არ უნდა დაუშვათ ჩინეთის ზრდა ან შევაკავოთ ომი არ გვინდა მაგრამ აი ეს ინტელექტუალური ისეთი სავაჭრო რეჟიმი არ უნდა გქონდეს რომელიც ჩინეთს უფრო მეტ ბენეფიტი მიაქვს ჩინეთთან ვიდრე ჩვენთან. ხო და ეგ ეხლა რამდენად შეიძლება მაგ ჩარხის უკუღმა დატრიალება ეგაა საინტერესო. რა კუთხით ანუ იმ კუთხით რომ ეს დეფიციტის იზრდება სავაჭრო ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო დეფიციტურია ყოველ წელს სულ უფრო მეტი და მეტი ვალს იღებს ამერიკა ხო საგარეო ვალს და შეიძლება რომ სიტყვაზე აი ამ სატარიფო პოლიტიკით და პროტექციონიზმით რაღაცა ფორდიზმი დააბრუნო და მე-19 საუკუნის ეკონომიკა. მისი აზრით მილიარდებს თუ არა ტრილიონებს შემოიტანს ეს ტარიფი ეს არის იდეა. სხვა მხრივ გეთანხმები მაკროეკონომიკურ ანალიზში რომ ნუ უბრალოდ დოლარი და ძლიერი ეკონომიკა თუ რა ამერიკის ვალი ამაში ილონ მასკი ალბათ მართალია რომ რამდენი 30 ტრილიონს გადააჭარბა მაგრამ მარტო ეს ხო არ არის როცა ვალი გაქვს იხდი ვალის მომსახურეობის რა ვიცი რა ქვია პროცენტი ხო ეს პროცენტი უკვე არის 500 თუ 600 მილიარდი და მალე და უფრო ჭამს ბიუჯეტს ხო რა ვიცი რამდენი ამერიკის ბიუჯეტი 2-3 ტრილიონი შეება 2 ტრილიონი როცა მეოთხედი ან ცოტა ნაკლები მეოთხედზე უკვე მიდის ვალის მომსახურებაზე და ეს მხოლოდ გაიზრდება ეს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ შეუნარჩუნებელი სიტუაცია ხო სიტუაცია რომელიც ვერ ამ წნეხს ვერ გაუძლებს მე ვთქვი ჯერ ეს არავის არ დაუტესტავს ეს მაკროეკონომიკული მოცემულობა მაგრამ რესპუბლიკელების ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო რომ ჩვენ ხარჯები უნდა შევამციროთ იმიტომ რომ ვალს ვიღებთ და ეს ვალი არის ხარჯების შემცირება მხოლოდ რაღაც ბიუროკრატიას რასაც ეძახიან სოციალური ხარჯები იზრდება ხო ანუ მასკი მაღაზია არის მაინც გაბრაზებული რომ ეს მაინც არის ბიუროკრატიული ბიუჯეტი და მოკლედ ჩვენ რაც ქონდა ჩაფიქრებული რომ სუპერ ნეოლიბერალური ბიუჯეტი უნდა ქონოდა და ეგეთი არ არის საბოლოოდ ეგრეთ გამოვიდა მარტო USAID და რაღაც ისეთი ხარჯები გააუქმეს რაც იდეაში ისევ ამერიკის ინტერესებს ხარდებოდა ეგ მაგაზე თორ სიტყვას ვიტყვი იოლია USAID-ს შეიძლება ჩვენთან ან სხვაგან საერთაშორისო გამომსარჩლებლები ყავს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არავინ არ იყო, ვინც USAID-ს მასობრივად ეხა ვიღაცა ელიტა შეიძლება, იმიტომ რომ ამერიკელები ჯერ ესერთი ყველა გამოკითვით რო ეკითხებიან რა პროცენტი ამერიკის ბიუჯეტის საგარეო დახმარება, ამბობენ 5, 10, 15 ერთზე ნაკლებია. და ამ ერთზე ნაკლები პროცენტით ამერიკა რამხელა ბენეფიტებს იღებდა ეს ბილძალა გავლენა რო ამერიკელი ხალხისგან ყველა ბანერი ეგრე ხალხისგან და პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით 60-იანი წლებიდან შექმნილი საგარეო დახმარების სისტემა მოშალეს და გაანადგურეს პრინციპში სენატში გამოსვლა რო იყო იქ თქვა რომ საელჩოს პოზიციას ხანდახან კი არ ეწინააღმდეგებოდა საერთოდ საპირისპირო რაღაცას აკეთებდნენო და ერთი ხელით ერთს ვაკეთებდით და მე ნუ აქ პასუხია რომ ეგრეც რომ იყოს თქვა შეგვიძლია შეცვალო ან ხო რაღაც კრიტერიუმები ქონდეს რითაც გააკონტროლებან რა ვიცი მეორე იოლი ხარჯების შემცირება ხო როგორც გამოჩნდა ხა მასკის დაპირება რომ 2 ტრილიონს შევამცირებ ესეც ხო იდეა რომ აი ამერიკის რა თქმა უნდა ხა რაღაცა ფული ტყუილად იხარჯება მაგრამ რო ჩაუღრმავდე გამოჩნდა რომ იოლი ფული ასე ვთქვი ხო USAID რაღაცები იოლად დასახურია ფული და იმის მიღმა ძალიან რთულია ხარჯების შემცირება იმიტომ რომ თავდაცვას ვერ აკლებენ პენსიას ვერ აკლებენ ისრაელს ვერ აკლებენ შესაბამისად ასეთი კუთხით პოპულიზმი იოლია როგორც ყოველთვის ზოგადად ორივე პარტია ხო ამერიკას რეალურად ეს ბევრგან დაწერილა რა ჭირდება საჭიროა ხარჯების შემცირება რასაც თქვათ სოციალური და თავდაცვის, ხო? და გადასახადების გაზრდა. ეს არის წარმოუდგენელი კომბინაცია, იმიტომ რომ ამერიკას ჭირდება ნაკლები ხარჯოს და მეტი ფული ამოიღოს, რომ ვალიც გადაიხადოს და შემოსავალიც ჰქონდეს. გადასახადების გაზრდა ალბათ არა მარტო მილიონერებზე, ალბათ საშუალო კლასზეც. ეს არის წარმოუდგენელი. პროგრესული გადასახადები. შესაბამისად, არა, ამერიკაში პროგრესული გადასახადებია, მაგრამ რატო არის წარმოუდგენელი, რომ რეალურად დღეს თქვათ დემოკრატები ეწინააღმდეგებიან ხარჯების შემცირებას, განსაკუთრებით სოციალურს,
რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან გადასახადების გაზრდას. ამიტომ ვერც ერთი პარტია ჯერჯერობით ვერ დგას იმ ტკივნეულ ნაბიჯებს, რაც არის გასაკეთებელი, რომ მოაწესრიგო ამერიკის ფისკალური მდგომარეობა, რაც არის, რომ გაზარდო გადასახადები და შეამცირო ხარჯები. ხო, მაგრამ სოციალური ხარჯების შემცირება ისევ ამ ვისაც ელაპარაკება, ამ შრომელებს ან საშუალო კლასს ვისაც ელაპარაკება, ისევ მაგათ დააწვება და რამდენად ის იქნება. ანუ ერთი ხელით ხო ვითომ ამ პროტექციონიზმს. ხო, რაღაც რომ მუშები ამერიკელი მეფოლადეების და მუშათა კლასის გამო და მეორე მხრივ მასკის ხელით ანგრევდა მომსახურეობის სერვისის სფეროს რა და საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდე მიხვიდე რომ უბრალოდ სადღაცას რო დარეკავ დისპეჩერი აღარ იქნება და იქ ვიღაცა კოლ-ცენტრის ტიპი რომელიც დაგაკვალიანებს. ნუ ეგ ახლა უკვე ეგრეა ბევრგან, მაგრამ ეგრეა ახლა უკვე? ხო, კოლ-ცენტრები უკვე ძირითადად აუთსორსინგზე აქვს და რო რეკავ თქვა ბილეთზე ან რაღაცაზე ინდოეთიდან პასუხობენ ძირითადად და შესაბამისად უკვე ეს დავაბრუნოთ კოლ-ცენტრები ამერიკაში. ანუ ის სხვა კოლ-ცენტრები. ხო, ვიცი. აი აკადემიურ სივრცის ამბავზეც რო გადავიდეთ რა ჰარვარდი ახსენე მაგრამ ნუ პრინციპში ახლა ჰარვარდი ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო მარტო ჰარვარდზეც არ არის ერთი მხრივ ესე იგი უნივერსიტეტებს უტევს და ეუბნება რომ თუ ჩემს იდეოლოგიურ ნარატივზე არ გადმოსხდებით ბერკეტი მაქვს და დახურავთ ან დაფინანსება შეგიწყვეთ და იგივე დახურვა იქ პრინციპში და მეორე მომენტი ისაა რომ აი ჩაწერამდეც ვლაპარაკობდით ფაქტიურად გამოდის რომ მესამე ქვეყნის კრიტიკის გამო იწევა მთელი ეს ამბავი და ნუ ეგ პრობლემა ევროპასაც ეხება არა მხოლოდ ამერიკას მაგრამ ეგეთი რაღაცა თუ გახსენდება შენ საერთოდ ნუ მაკარტიზმის და აი ამ სიგიჟის პერიოდს არ ვთვლი ნუ აი ბოლო ხანებში რა ნუ რასაც ტრამპი აკეთებს რამდენად ჩდება ეგ საერთოდ რამე ჩარჩოში რა და ზღვრებში. აქ რამდენიმე შრედა საკითხია. ერთი არის, რა თქმა უნდა, ჰარვარდთან ეს კულტურულ იდეოლოგიური ომი, იმიტომ მარტო ისრაელის საკითხი არ არის და ის. ხო, ნუ ვოუკიზმის. რო აი როგორც მისმა პრეს დივანმა განაცხადა, რომ ამერიკელებს ჭირდებათ ეს ახალგაზრდა შემდუღებლები და როგორ არის სანტექნიკოსები და ნაკლებად ჭირდება გენდერის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ეს არის კულტურული ომი, იმიტომ რომ ყველა ხვდებით ჰარვარდი მარტო სანტექნიკო უკაცრავად გენდერის კვლევის სპეციალისტებს ხარ უშვებს, უამრავ ზუსტ მეცნიერსაც უშვებს. მაგრამ აი იდეოლოგიური, თქვათ, კულტურული ომი, რომ ესენი, აი ზოგადად ხა ამერიკაში ეს უკვე წლებია და ტრამპამდეც არის ეს იდეოლოგიურ რესპუბლიკელებში ეს მიღებული მანტრასავით არის რომ და შეიძლება ეგრეც არის უნივერსიტეტები არიან ლიბერალურები, უნივერსიტეტები არიან მემარცხენეები, უნივერსიტეტები არიან დემოკრატები და ისინი ჩვენს შვილებს წამლავ ლიბერალური ინდოქტრინაცია ცნობილი ტერმინი, ხო? რაზეც გავიხსენებ მე თვითონ გადავეყარე და ერთმა პროფესორმა თქვა რომ ნეტავიო ინდოქტრინაცია სილაბუსი ვერ წავაკითხეთ სტუდენტებსო და ეხა რა ინდოქტრინაციაზე საუბარიო და რეალურად ეს რესპუბლიკებში ეს წმენა წარმოდგენა რომ ისინი არიან ლიბერალურები უნივერსიტეტები და განსაკუთრებით ჰარვარდი ჩვენ გვეწინააღმდეგებიან და სტუდენტებს ტვინს ურეცხავენ და ეს ნუ დავარქვათ ამას ანტიინტელექტუალიზმი ან რაღაცა ეს ტრამპამდეც იყო უბრალოდ ტრამპის დროს ეს სტეროიდებზე შეჯდა. ხო, მაგრამ მეორე ამბავია რომ აგერ შექმნან რა ვიცი, ჭყალებში ტრამპისტული განწყობები რა უნივერსიტეტებში ეგრე შეჯიბროვითობის პრინციპით რა. ანუ ეგ გამოდის უბრალოდ ის ამბავი რომ მე რაღაც ძალა მაქვს გერევი და ანუ თუ მაღაზი არის არა თუ ჩემ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, იმიტომ ჰარვარდს წაერედგინა რაღაცა ულტიმატუმები, რომ ახლო აღმოსავლეთის კვლევების სილაბუსი ესე უნდა იყოს, ესე რაღაცა სხვა გადმოგვეცით საერთაშორისო სტუდენტების სიები, რაც სასაცილო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამერიკამ ანუ იქ 1000 ფედერალური პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკის მთავრობამ იცის ეს საერთაშორისო, ან გადმოგვეცით ნებისმიერი დანაშაული, რაც ამ საერთაშორისო სტუდენტმა ხო, ანუ ავტორიტარიზმისკენ არ მიდის ეგ ამბავი. შე როგორ ფიქრობ? იცით როგორ არის ხა ტერმინებიზე ნუ ვიდავებთ რა თქმა უნდა ეს არის ასე ვთქვათ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისმიერი არა
ძალისმიერი გამოყენება და ჯერჯერობით სასამართლოს სადაც შეუძლია და სადაც თქვა ნამეტანი გადააბიჯებს აჩერებს. და ანუ მეორე მხრივ შეიძლება სულ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ აბსოლუტურად კანონის, მისი ამერიკის მთავრობას სასამართლო გაარჩევს, მაგრამ მე მგონი აქვს უფლება რომ თქვა გაგიუქმოს საერთაშორისო სტუდენტური აგრეგატი. ხო, მაგრამ ეგ ხა რავი ოცნებაზე ლაპარაკობთ და ეხა კანონების აღსრულება შეიძლება არ იყოს სამართლიანი ხა. თუ ეხება მაგალითად პალესტინის მხარდამჭერს, ეგ რაღაც სხვას რატო დემოკრატებს წინასაარჩევნოთ სხვათა შორის ბაიდენის სანამ იყო კანდიდატი კამალა ჰარისიც რო იყო სულ ჰქონდათ ეს რომელიც ბევრი ამბობს კონტრპროდუქტიული იყო, იმიტომ რომ წააგეს და ხალხმა არც დაიჯერა, იმიტომ რომ სულ ჰქონდათ რომ დემოკრატიასა და იმას შორის არჩევანი, რომ ტრამპი ეს არის ჰიტლერი დაახლოებით ეგეთიც იყო და ეს უკიდურესობები ხალხმა არ დაიჯერა, მე ვთქვი ტრამპის არგუმენტაცია რომ მე მასამართლებენ, იმიტომ რომ თქვენსკენ ვარ რაღაცა. ეგ უფრო დაიჯერეს იმ კუთხით, რომ ეხა ის ნიუ-იორკის სასამართლო პროცესი რომ მართლა სისულელეზე იყო, ამას ლიბერალებიც აღიარებენ და შესაბამისად ეს ნარატივები პირიქით გადათარგმნა ხალხმა, რომ სად არის დემოკრატია, როცა თავარ კანდიდატს ასამართლებთ, რომ თავარ კაცს უსჯით, რომ არ გინდათ ამ კაცმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საბოლოოდ, რავი, ჩემი აზრით, საბოლოოდ ამერიკას დღეს რაც ეგ ქმნის ამინს, რომ დემოკრატია, რა ვიცი, თავისი ლიბერალური დემოკრატია თუ რაც იყო, რაღაც დაასამაროს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი. მაგრამ ეგ ლიბერალური დემოკრატიაც რა, ეს ჰარის რაზეც არ დაუსვეს, კითხვა მართლა წინასაარჩევნოდ ყველაფერზე იყო შუალედური პასუხი. ხო, ჰარისის პრობლემა ცალკე არის, მაგრამ ზოგადად ეხა ტრამპის არჩევაც ცალკე ისა. ყალბი და პირისპირება გამოდის რა. ერთხარ ეს არიან ეს ულტრა რაღაცა ისა და მეორე აქეთ ამ ხარეს არის ვითომ ულტრაკონსერვატორი, ხო, ან საერთოდ ტრამპის ულტრაკონსერვატორობა მართლა არ გაიშვას, რაღაც მე საბოლოოდ გამოვიდა რომ რაც იმან წამოაძახა რომ ეპშტეინის კუნძულზე გადავიდეთ. კუნძულზე იყო და არ ვიცი, ხო. ეხა არ ვიცი ვიღაცები ამობენ რომ ვიღაცები რა წინასწარმეტყველება არ უნდოდა მაგას პრინციპში სავარაუდო იყო რომ ესენი ერთმანეთს არა მაგას მართლა არც ის უნდა არც დიდი მისნობა ორი უდიდესი ეგოცენტრიკი ნარცისი ადამიანი რომ ერთმანეთს თან დიდხანს ვერ მოძოვდა ეს გასაგები იყო ყველას მაგრამ ეხა აქ მეორე ამბავია რომ ეს გავიაროთ კაი ხო წინარე ისტორია და მე რაზეც დასწრეს ერთმანეთს ეგებს ვთქვათ მაგრამ მე მინდა რომ ბარემ ისიც გითხრა შენი აზრით მასკის ესე განზიდვა მე ბოდიში მოუხადა კი მასკმა მოუხადა მასკმა ტრამპს ბოდიში მოუხადა და ესეც იშვიათ შემთხვევაში ზედად არ უხდის პოლიტიკოსებს ბოდიში მაგრამ თქვათ ითქვა რომ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ განუზომელი ძალაუფლება აქვს ამერიკის ფედერალურ მთავრობას ტრამპის მასკზე ხო ეგ მასკის კონტრაქტებზე ტესლაზე მასეს ხო სახელმწიფო დაფინანსებაზე ზის ასე ვთქვათ და აი ესე კაცი რომელიც პარაზიტებს ეძახდა ყველა ბიუროკრატიის ხარჯზე ხარ თუ თვითონ არის ყველაზე დიდი ბენეფიციარი სახელმწიფო, არ ვიცი, აქტივების თუ რაც ჩემთვის პრობლემა არ არის, თვითონ არის ყველაზე დიდი ისა. არა, პრობლემა არის იმ შემთხვევაში, როცა ვიღაცის კერძო ჯიბეში ხო, ხო, არჩევნებზე აქვს ადიდ გავლენა. არა, ზოგადად კონცეფცია რომ რაღაც სამეცნიერო რაღაც მიღწევებისთვის სახელმწიფო რაღაცაში თანხას იღებს და გასცემს, ანუ ეგ კონცეფცია მისთვისაა მიუღებელი, თვითონ ლაპარაკობდა მაგალითად, ჩემთვის ძალიან გასაგები და რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცაა. აი მე მაინტერესებს აი ამ სკანდალის მერე არის თუ არა რამე შანსი რომ მას კი განუდგეს რა ამას საბოლოოდ და ვთქვათ მაყუთი მისცეს დემოკრატებს თვითონზე. არა. როგორც სასამართლოს არჩევნებზე ხო გაიგიჟა თავი კანდიდატს. როგორც უკვე აღნიშნე, მან ბოდიში მოუხადა ტრამპს, რაც მეტნაკლებად შერიგების, ეხა ის ურთიერთობები ნამდვილად არ აღდგება, მაგრამ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ცივი მშვიდობა. მეორე დემოკრატება თუ არა ილონ მასკი ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ ის წმენა წარმოდგენები რაც ილონ მასკს აქვს მარჯვნივ და შეიძლება ითქვას ულტრამემარჯვენია და არ ამგონია ის უცებ შეიტყოს ფაშისტური სალუტი
ეხა ის ხელისაწება რომ მე მაგალითად მართლა გადაჭარბება მგონია რომ ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ეხა ჰაილ ჰიტლერ არ უთქვია და ხო მაგრამ აი რატო იდიოტია მაგდენი არც ის არა და არც ანუ ხელი იმიტომ არ აწია რომ ეხა რაღაცა ფაშისტური და ნაცისტური ნუ ესე გამოვიდა რომ ისე ხელი აწია მაგრამ მგონია რომ ნამეტანი დრამა მოაწყეს რომ დრამა ეხა არ არის ანუ იდეაში ეხა ელონ მასკი ხელს აწევს თუ არ აწევს საერთოდ ესე არ ცulis მაგრამ ზოგადად ანუ რატო აწია მაშინ თუ ეგრე არ უნდა რა ვიცი ანუ მეორე ახსნა გულიდან წაიღო აბა ანუ რა ახსნა რომ რატო აწია არა უბრალოდ ანუ რატო ჩავიდა AFD-ს რატო შეხვდა გერმანია არა ეგ სხვა ამბავია ხა ეგ მაგისი ნაწილია რომ აი მე ვარ არა AFD-ს იმიტომ რომ ნუ ეს კონტრაქტის გაჩარხვა უნდა ანუ ეგა ემხრობა AFD-ს და თulis რომ რაღაცა ულტრა ამ სინამდვილეში მე მართლა მგონია რომ არც არავის ემხრობა უბრალოდ SpaceX-ის რა ვიცი კონტრაქტები გაჩარხოს და ევროკავშირი მაგიტომაც ეზიზღებათ პრინციპში რომ ყველაფერზე არა მაგრამ აი ამ თანამგზავრების ამბავში წინააღმდეგ წავიდა და იქნება ალტერნატივა გამოენახა მასკს რომ იქ მემარჯვენე ძალები მოვიდნენ და მე მაყუთი მაჭრევინონ ამაზე თორე იმის რეალურად მართლა არ მჯერა რომ ეს ეხა მაინკავს კითხულობს ანუ კითხვა იცის ეგეც კაი ამბავია რა არა იცის ნამდვილად კითხვა იცის მაინკავს არ ვიცი ალბათ არ კითხულობს აი გერმანულად არ იცოდინებ კითხულობს თავის Twitter feeds რაშიც ანუ ის მიდრეკილება სხვადასხვა ის მიდრეკილება რომ აი ნებისმიერი სიგიჟე მემარჯვენე ჭორი დაიჯეროს ეგ აქვს ტრამპსაც პრინციპში აი სამხრეთ აფრიკის ამბავზეც ალბათ ერთ-ერთი კონტრიბუტორი ესეც ხო ის მეც დარწმუნებული ვარ რომ ტრამპის პოზიცია სამხრეთ აფრიკასთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი ჩამომყალიბებელი ილონ მასკია რომ მიმდინარეობს თეთრების გენოციდი ჩვენ სამხრეთ აფრიკელები უნდა მივიღოთ როგორც პოლიტიკური ლტოლვილები ფერმერებს რო ჩამოართვეს ისა იმ დღეს YouTube-ზე იყო რაღაც გამოკითხვა ეხა ეგ ცხადია არ არის სოციალური გამოკითხვა და ასე შემდეგ მაგრამ ვის ხარ მასკი თუ ტრამპი და ეს იგებდა რაღაც 76-24-ზე იყო მასკი ხო რაღაცა მეც ეგრე მგონია რომ მასკი ისეთი ადამიანია ტრამპს შეუძლია რომ მასები ასე ვთქვათ აიყოლიოს და მასკი არ არის ხო უბრალოდ ეგრე გამოდის ის ეფშტაინის ამბავიც უკან წაიღო ხო აგერ ბოდიშის მოუხდი ეგ არ ვიცოდი აი მოდი უფრო სერიოზულ საკითხებზე გადავიდეთ რა საგარეო პოლიტიკას შევეხოთ ოღონდ ზოგადად აი რუბიოს ბოლო გამოსვლა თუ ნახავდი სენატში რა ნუ რაღაცები წავიკითხე ეგ პრინციპში კარგად აღწერდა იმას ტრამპის საგარეო პოლიტიკის მთავარი კონტურები რა არის ზოგადად რო შეაფასო რა არის ეს საგარეო პოლიტიკა დღესდღეობით და მე უკრაინაზეც გადავიდეთ რა დანარჩენს დღესდღეობით ამერიკის საგარეო პოლიტიკა მგონია რომ ყოველთვის იყო ალბათ მეტლაკებად მაგრამ დღეს უკვე დაუფარავდა და პირდაპირ ამბობენ ეს ტრანზაქციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში ანუ ჩვენ რა ხეირი ხო რუბიოც ამოსო ჩვენ რა ხეირი რომ ამდენ მილიარდს ვაძლევდით რა ვიცი სერბეთში საჯარო შესყიდვების გასაუმჯობესებად ჩვენ რა ხეირი ამ იერიდან საგარეო პოლიტიკამ უნდა მოუტანოს ამერიკელებს ხეირი ის იქნება ვაჭრობა უსაფრთხოება გრენლანდიის და პანამის არხის მოთხოვნა იმიტომ რომ პანამის არხი ჩვენ გავთხარეთ და ჯიმი კარტერმა დოლარად მისცა ტორიხოს პანამის პრეზიდენტს გრენლანდიის შემოერთების სურვილი კანადის ანექსია უფრო მგონია ეს პოლიტიკური ის იყო რატომ იყო ეგ სხვა საკითხი იმიტომ რომ პრაქტიკულად მომაკვდავი ლიბერალური პარტია გააცოცხლა ისე რომ პრემიერ-მინისტრი გაიყვანეს ეს უნდოდა თუ გვერდითი მოვლენა იყო ეგ სხვა საკითხია მაგრამ ზოგადად მეგონი გვერდითი მოვლენა იყო ტრანზაქციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში ანუ რა ვიცი თქვენგან მე რა ხეირი და მე ჩვენ თუ არ გადაიხდით არ დაგიხდით ოღონდ ეგ საკითხი ანუ ისრაელის შემთხვევაში ეგრე არ არის ალბათ კერა და ნუ ისრაელის შემთხვევაში ხო ანუ ეგ ისრაელზე არ ცელდება ორპარტიული კონსენსუსი უკრაინაზეც აქვს კითხვები რომ რაში გჭირდება ეხა უკრაინაში ფულის ჩადება დახმარება ირანის კონფლიქტშიც რაღაც ცდილობს რომ არ ჩაერთოს და რაღაც ისრაელი ჩართოს და თვითონ არ გამოჩნდეს რაღაც და აი პალესტინაშიც რაღაც მაგრამ აი ისრაელი არის პარტნიორი რომელსაც ყველაფერს უსრულებს თუ არ ვიცი რა ქვია მაგას
აი მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებით ხო სულ იმას ამბობს რომ ეს ბაიდენის ომია და კაი ეგ ყველაფერი გასაგებია რა მაგას რატომაც ლაპარაკობს მაგრამ ანუ მეორე მხრივ ამის ესეთი ორმხრივი როგორ თქვა რა ანუ რაღაც ორპირული დამოკიდებულება ამ უკრაინასთან ანუ ერთ დღეს გალანძღავს მას ზელენსკის მეორე დღეს იტყვის რომ შემაშფოთებელია რა საკეთებს პუტინი ანუ აი გავიგეთ რომ 24 საათში და 48 საათში ვერ დაასრულებდა ვერც 100 დღეში ვერ დაასრულა რა არის მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით რა უნდათ უკრაინისგან ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია იყო არაფერი უკრაინელებზე, უკრაინელების გარეშე და უკრაინის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებებს. შესაბამისად ბაიდენის პოზიცია იყო, რომ ესენი ეწინააღმდეგებიან, ჩვენ აი რაღაც იარაღს მივცემთ, იქ კილომეტრებსაც დაუთვლით უკრაინას, რომ იქ ვერ ისროლოს რაღაცა და ეს ომი ესე გაგრძელდება, რაც იყო კომფორტული პოზიცია, მაგრამ მეორე მხრივ ჩიხური პოზიცია, იმიტომ რომ თან არ გინდა რომ უკრაინა ისე გაძლიერდეს რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს თან არ გინდა რომ უკრაინამ წააგოს თან უკრაინას იარაღი უნდა მისცეს თან არაფერ ნაბიჯს არ გავრო ტრამპმა ეს საკითხი გამოასწორა იმ კუთხით ჩვენ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას ამისი ერთგვარი შედეგი ის იყო რომ 3 წლის მერე რუსეთი და უკრაინა დაჯდნენ მოლაპარაკების მაგაზე რა თქმა უნდა შვიდობა არ მიიღწა მაგრამ რაღაცა ჰუმანიტარული საკითხები მაინც მოაგვარეს და ისიც რომ ამ დაჯდომას ამერიკის პრეზიდენტის ესეთი ეწოდა სჭირდებოდა კიდე მიუთითებს რა დონის ანტაგონიზმია ამ კონფლიქტში ხა ცოტა რომ გადავუხვიოთ დასრულდება თუ არა ეს კონფლიქტი თუ ნახეთ რა მემორანდუმით რუსეთმა გადასცა უკრაინას იქ პირდაპირ წერია რომ ან გაიყვანთ ჯარს იმ 4 ოლქიდან რაც ჩვენ მივიჩნევთ ანუ მომცემთ იმას რის აღებაც მე მესამე თუ მეოთხე წელია ვერ მოვახერხე და ყოველი 10 მეტრი მიჯდება უდიდესი სისხლის და რესურსების ფასად ან იმას მომცემთ ან ვიომებთ რასაც ალბათ და ვერც ერთი უკრაინის ხელისუფლება ვერ დათანხმდება იმიტომ რომ ყველაფერზე თავი დამარბება დონეცკში ეს არის ყველაზე გამაგრებული ხაზი ხო ფრონტის და გადმოხვიდე ისეთ ხაზზე სადაც გამაგრება. ანუ ტიპები ეუბნებიან რომ რასაც მართლა 3 წელივე რო აკეთებთო, ეგ თქვენინებით დათმეთო და ეხა მაგას ან ვიომებთ, ნუ აქ არის რომ მეტი ხალხი მყავს და თუ შემდეგი 2 წელიწადი ან 1 წელიწადი ჩემთვის სტრატეგიულად უფრო მომგებიანი იქნება და მე მეც მოგთხოვ ვიდრე ახლა და ეს ახლა როგორც დრო გვაჩვენებს. მეტი ხალხი მყავს, მშვიდობიანებს დაგიხოცავ, საავადმყოფოებს დაგიბომბავ, სკოლებს დაგიბომბავ და დაგატერორებ რა, რასაც აკეთებ. ხო, ან ვიომებთ, ან იქნება ისე როგორც მე მინდა, ან ვიომებთ. ხო და აი მაგის ფონზე ეხა ტრამპი რომ ამბობს, რომ ზელენსკი და რუსეთი და უკრაინა პარკში მოჩხუბარი ორი ბავშვია, რომელსაც ცოტა მიუშვებთ ერთმანეთთან და მერე გავაშველებთო, აი რამდენად სერიოზული მიდგომაა რა. ეს რა თქმა უნდა სერიოზული მიდგომა იმ კუთხით არ არის რომ ნუ ახლა არა მე პირდაპირ გაგებით კი არ ვამბობ მე ვამბობ აი გათანაბრება რომ მიდის რომ ანუ ორი ბავშვი ერთმანეთთან ჩხუბავს თითქოს ნუ ეგ ახლა მისი ჩამოყალიბებული პოზიციაა რომ ბაიდენმა და ზელენსკიმ ანუ მე რო ყოფილიყავი ეს ომი არ დაიწყებოდა ამას ამბობს ყველა გამოსვლაში რამდენჯერ უთხრა ზელენსკის რომ შენ გამოდაიწყო ხო ანუ ესე იგი შენ ეგრე ფიქრობ რომ ამის გაცხადებული აზრი არის ის რომ უბრალოდ ჩამოყალიბებული აზრია რომ ზელენსკის თანაბრად დამნაშავეა თანაბრად თუ არა არ ვიცი მაგრამ ომის დაწყებაში ის პირადად მიიჩნევს ზელენსკისად დამნაშავეს ეს ცხადია და ეს არაერთხელ მას თავისი პირით უთქვამს რაც შეეხება რომ ცოტა ვიომოთ მანდ და მე გავაშველოთ ეგ ეხა რომ გადმოვთარგმნოთ საერთაშორისო ურთიერთობების ენაზე არის რომ თუ ორივე მხარე დარწმუნებულია რომ ომით მე შედეგს მიიღებს ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებით აუცილებელი არ არის მაგრამ აი ომმა შეიძლება ეს გამოავლინოს თუ ორივე მხარე დარწმუნდება რომ ვერანაირად ვერ უგებს მეორე მხარეს მე შეიძლება უკვე მიეცეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მეტი გზა გასახანი იმიტომ რომ ეს ვაჩხუბოთ შეიძლება გამოჩნდეს რომ ვერც ერთი მხარე ხო მაგას რუბიო უკვე იძახის პრინციპში რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ეგ ძალიან ბევრჯერ თქვა. ხო, მაგრამ მოლაპარაკებების გზითაც როგორ უნდა გადაწყდეს, ეგეც გაუგებარია. რუსეთი ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას ფაქტობრივად. და ეგ არ ცulis მილიმეტრზე ამ მოთხოვნებს შესაბამისად. ანუ ვერ დამთავრდება რა, ვერც ისე და ვერც ასე. ხო და ანუ პუტინის გაცვლა არის რომ შეიძლება რუსებს უჭირთ და რაღაცა, მაგრამ დღეს სამხედრო მანქანა რაღაცნაირად მიღողავს და ხო და ეს ლინცი გრემის კანონ პროექტი მიიღონ და ეხა მანდ ეგ
ურთულესი კანონპროექტია, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთისგან ბენზინს იყიდის 500%-იანი საბაჭრო, ვიღაცა ქვეყანა შეება დაემორჩილოს, ვიღაცა ქვეყანა ჩინეთი, ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩინეთი ერთი დღეს არ დაემორჩილება ამ სანქციებს და მე ეს ხა მორიგჯერზე საბაჭრო ეს ურთულესი, ამიტომაც არის რომ სადღაც დაიწერა რომ ტრამპის ადმინისტრაცია თვითონ სენატს თხოვს რომ ეს კანონი ჯერ არ განიხილონ და ან გადაავადონ ამის განხილვა და ესეც არის მიზეზი რომ თქონდა ლაპარაკი იოლია რომ აი 500%-იანი ჯარიმა თუ მაგრამ მეორე შეიძლება უახლოესი მოკავშირე ეკონომიკებს შეეხოს ან როგორ შეეხება როგორ ახსულდება ეს არის ურთულესი საკითხი. ანუ რამე ბერკეტი თუ აქვს რა მე რეალურ ბერკეტზე ვამბობ და არა იმაზე რომ ბირთვულ კობინებს გადააფრენს რუსეთში. რამე რეალური ბერკეტი თუ აქვს ტრამპის ადმინისტრაციას დღეს იმისთვის რომ თქვა პუტინი გააჩეროს. აქ არის ორი ვარიანტი. პირველი მიაწვეს უკრაინელებს და აიძულოს უკრაინელებს მიიღონ კაბალური პირობები, რომელსაც ისინი არ იღებენ, ამ შემთხვევაში პუტინი გაჩერდება და მეორეა ისე მიეხმაროს უკრაინელებს, რომ რუსებმა ჩათვალონ, რომ მათ აღარ აქვს სამხედრო მოქმედებების წარმოების თავი და დაუზავდნენ უკრაინელებს. აი ეს ორი გამოსავალი აქვს ტრამპს. აი რატო არ აკეთებს მეორეს? ვერ გეტყვით, აი ორი პირველს ვერ აკეთებს, ხო ფაქტია, ანუ პირველს ვერ აკეთებს. ზელენსკის აანაც აწვებოდა, მაგრამ მეორეს ვერ აკეთებს შეიძლება იმიტომ რომ ჯერ ესე დარწმუნებულია და თulis და ესეც არასდროს უთქვამს რომ რუსეთი მოიგებს და უკრაინა დამარცხდება. მეორე შეიძლება არ უნდა იარაღის ნამეტანი თქვათ გადაცემა. აი პატრიოტები მისცეს ბოლო-ბოლო რომ სასაკლაოები არ მოაწყონ თქვათ იმ. ხო, არ ვიცი ახლა რამდენად ის ვინ მოაწყოს სასაკლაო. ანუ რუსებმა რა ვთქვათ ეს საჰაერო ესე ვთქვათ დარტყმები ასე თუ ისე მოიგერიოს უკრაინამ. რა რასაც დღეს ვერ აკეთებს იმის გამო რომ როგორც უკრაინელები ამბობენ არ გვაქვს. ხო, გასაგებია ეს პატრიოტის სისტემები რა თქმა უნდა ევროპაშიც გას ამერიკაში, მაგრამ ჯერ-ერთი ცოტაა, მართლა ცოტაა. და ყოველი ახალის მოძებნა ურთულესი პირობები. ყველა ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისადმი სოლიდარულები არიან, ყველა ქვეყანას მაინც თავის დღის წესრიგი აქვს და ახლა ამ ხელაომი, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს, კიდე განიარაღდე, ცოტა შეიძლება რთული საკითხი იყოს. და შესაბამისად ხო, მაგრამ აი მოლაპარაკე თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ანუ რაც ვილაპარაკეთ და რაღაც, ანუ მაშინ ამ მოლაპარაკებების აზრიც რა იყო, ან რა არის, არაფერი არ იცვლება, უკრაინა ისევ იმ დღეშია, დაჟე შეიძლება ითქვას უარეს დღეშია, მოლაპარაკებები წინ არ მიდის. ამ მოლაპარაკების აზრი არის ერთი არის ტრამპის ასევე ვერც ერთ ხარ უარს ვერ ეუბნება, ტრამპს და ამიტომ დაჯდა. ეხა უკრაინისთვის ეგ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამერიკის მხარდაჭერა, ამერიკის გარეშე ვერ გადარჩება. კი ბატონო, მეორე ესე იგი არის რომ მიზერული, მაგრამ ეს ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე. და მესამე არა, მაგრამ ვცადოთ, ან გავიგოთ რა მოთხოვნებია. მაგრამ რეალურად შიდა პოლიტიკურადაც შეიძლება გამოდგომოდა თუ რაღაც ხეირს წააწყდა. მაგრამ შიდა პოლიტიკურად უკრაინის და რუსეთში პუტინი აგზავნის სიგნალს ამ დოკუმენტით, რომ მე ხო ხედავთ ერთი მის ხალით, ხო, არა, თუ რა თქმა უნდა, თუ შიდობას დაამყარებს, რა თქმა უნდა. აი, მოდი ირანის და ისრაელის, პალესტინისაც. კი ბატონო. მოდი ისრაელის პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ და ზოგადად ამ ნეთანიაჰუს და ტრამპის ძმაკაცობაზე და აი ამ ტანდემზე რა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ პროისრაელია ტრამპი და ნეთანიაჰუსაც კარგად იცნობს, თქვათ ის რომ ისრაელში არ ჩავიდა და არაბულ სამყაროში ჩავიდა, ეს ზოგმა აღიქვა რომ ხო რაღაც ბიზნეს ის რომ ჯერ მოუწია იტალიაში ჩასვლა იმის გამო რომ ის გარდაიცვალა. ხო, პირველ ოდაზეც ხო არაბულ ქვეყნებში. კი, ეს მაგრამ მე მგონი ისრაელში ჩავიდა და ხო, ეხლა ტურნე მოაწყო და ისრაელს გვერდი მეორე ის საკითხი ისრაელთან რომ თქვათ ეხლა რა თქმა უნდა შეტევა განხორციელდა, მაგრამ ამბობდა რომ აი მე ვაჩერებ ბიბის, ხო? მე ვაჩერებ იმისგან რომ ირანი დაბომბოს. მაგრამ ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია პრინციპში ორივე ადმინისტრაცია მეტნაკლებად ისრაელის ადმინისტრაციას მობიერდა რბილ პოზიციებს აირჩევდა. შეიძლება ბაიდენის დროს ან რაღაცა იარაღი არ მიეცათ ან ვიღაცა დაესანქცირებინათ.
ხო, მაგრამ ანუ არც ისიც არ გაუწევიათ. ანუ როგორიც იყო ბაიდენის დროს, ისევე გრძელდება ახლა დიდი განსხვავება არისო, ვერ იტყვი ახლა. იმიტომ რომ სენატში ანუ მიწვევები და ამ შემდეგ ანუ ყოველთვის დიდი გულისხმიერებით ხდებოდნენ ბიბის. ეხლა ირანს რაც შეეხება რამდენიმე ანუ ტრამპის მოსვლიდან მოყოლებული აწეულია ეს თემა, რომ ბირთვული შეთანხმება უნდა დაიდოს, რომლიდანაც პირველი ვადის დროს თვითონ გავიდა და ახლა იყო ლაპარაკი, რომ რაღაც გამდიდრების უფლებას უბტოვებს თავარია. არ ვიცი ზუსტად თავარი უიტკოფის ხელით რაც გადასცეს, იქ იყო დეცენტრალიზაციაზე ლაპარაკი და რეგიონული კონსორციუმი უნდა შექმნილიყო და ეს ურანი უნდა მიწოდებოდა ირანს ან გარე ქვეყნებიდან, ან შეიძლება შიგნითაც დარჩენილიყო, ოღონდ ტოტალური კონტროლის და არანაირი გამდიდრება და ასე შემდეგ. რაც ფაქტია ირანმა არ მიიღო. არ მიიღო, ხო და აი ხა მაგის კითხვა მინდოდა მე რომ ტრამპმა დაწერა რომ თქვენ გქონდათ შანსი, ეხაც გავაგრძელებთ, მაგრამ რომ არ მიიღეთ, მე თქვენ გავთხილებდით რომ იქნება დაბომბვა და დაბომბვა იყო. ხო, ანუ შეაშინა ირანი, შეიძლება ეგრეთ ითქვას, რომ აგერ მყავს მე დაბმული ძაღლი, რომელსაც თუ არ დამთანხმდებით, ხო, ზეწოლის ბერკეტია, რომ თუ არ დამთანხმდებით აუშვებ. კი ბატონო, ოღონდ აქ ეხა ირანი ამ ომის შემდეგ და ამ დაბომბვის შემდეგ არ ამგონია, რომ მისი პირველი აზრი იყოს, რომ ეხლა მოდი შევთანხმდეთ. პირიქით. თეირანში პროტესტი დაიწყო დღეს აგერ. ანტი-ამერიკული თუ ანტი-სამთავრო? არა, მთავრობას თხოვენ, რომ ისრაელს პასუხი გაეცეს. ხო, აი ეს ცოტა ფართო თემაა, რომ ჩვენ როგონია, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში არ არის საზოგადოებრივი აზრი. პირიქით რა, ანუ პირიქით, ანუ გარე დარტყმა იწვევს აიმში და მობილიზაცია. საზოგადოებრივი აზრი არის, საზოგადოებრივი აზრი წნეხს ახორციელებს ხელისუფლებაზე, მართალია არჩევნები შეიძლება არ ტარდება, მაგრამ აი რევოლუციის შიშია, ხო, მარტივი მაგალითებია. არაბულ ქვეყნებში ყატარის ემირს აქვს ნათქვამი, რომ ისრაელის უამბობს ვერ დაუთმოთ პალესტინელებს, იმიტომ რომ შიდა მოსახლეობა ეწინააღმდეგება და ჩვენ გვყავსო ადგილობრივი და საზოგადოებრივი აზრი და ჩვენც ვერ დაუთმობთ ახლა ისრაელს, იმიტომ რომ შეიძლება ხალხი აჯანყდეს. და რაც შეეხება ირანს, რომ დაუბრუნდეთ, აქ არის საკითხი, გადაწყვეტს თუ არა ახლა ამდენი წლიანი ლაპარაკის შემდეგ, რომ არასოდეს ჩვენ არ ვარ ვითარებდით ბირთვულ პროგრამას, ირანი ანუ შექმნას ერთი რაკეტა მინიმუმ, როგორც ესე ვთქვა, დაზღვევის პოლისი და უსაფრთხოების პოლისი. ეგ საინტერესო კითხვაა. და ეხა აი ამ დაბომბვებს მოყვა ეს 100 დრონი, ეგ გასაგებია, რომელიც ალბათ რა ვიცი, რამდენი ყველა ჩამოყარეს, ხო, გუმბათ კინის გუმბათი და ასე შემდეგ. მაგრამ აი რისი თქმა მინდა. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ ვიცით, რა თქმა უნდა ზარალი მიადგა ირანის ბირთვულ პროგრამას, მაგრამ ჩვენ და ფიზიკოსები გავრცელდა ინფორმაცია, რომ კი ბატონო, ფიზიკოსებიც მოკლეს რევოლუციონერ გუშაკთა კორპუსის გენერალიც მოკლეს, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ შეუსვლელი ადამიანი არ არსებობს, ხო, თეორიულად. აქ ლაპარაკია ვინა დარჩა თუ არა ვინმე, ვინც იცის ეს საკითხი, ან ისე ხო არა ირანს გადამალული ეს თქვათ ბირთვული პროგრამა იქნება. ხო, პირველი შემთხვევა არ არის, რომ ისრაელმა თქვათ დახოცა ამათი ბირთვული მეცნიერები. ხო, არა, ეხა ეს უბრალოდ ძალიან დიდი შეტევა იყო, რომელიც ხა ისრაელშიც ხო ალბათ ხდებიან, არ ვიცი, დანთანი ხო თქვა შეიძლება რამდენიმე ტალღა იყოსო. რაც ლოგიკაში არის, იმიტომ ერთი დაბომბვით ახლა თელ ბირთვულ შეიძლება კიდე და ხო და ეს ირანი ანუ ესე გულხელდაკრეფილი იქნება, გულხელდაკრეფილობაში. ხო, ირანი შეიძლება წავიდეს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ხო, არა, ეხა შენ გამორიცხავ თქვა სახმელეთოს სრულმასშტაბიან ომს და სახმელეთოს უბრალოდ ანუ ირანმა შეიძლება იდიოშური და ის სრუტე გადაკეტოს, რომელიც ასე ვთქვათ ნავთობის რამდენი 40-ის სრუტეში გადის სოფლიო ნავთობის 30% თუ არ ვწდები. ნუ სახმელეთო რა, მე გულისხმობ უბრალოდ სრულმასშტაბიან. ხო, სრულმასშტაბიან ომს. სრულმასშტაბიან ომს არმიების შეტაკება ჭირდება, რაც იმის გამო რომ თქვათ ესენი ერთმანეთს არ ესაზღვრებიან, ხო. გამოცდილი. ნაკლებად სავარაუდოა და ნუ ირანს ასევე არ ვიცი ყავს თუ არა ესეთი ძლიერი ავიაცია, რომელსაც შეუძლია ისრაელის სახარებრო თავის სისტემის გარღვევა. ამერიკის ბაზებს შეუძლია რომ დაუშვას და დაბომბოს სიტყვაზე. ხო, ოღონდ რუბიომ გააფრთხილა რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ და ჩვენ ნუ შეგვეხები. და მაგაზეც პასუხი იქნება ალბათ.
აი მოდი პალესტინაზეც და ანუ წეღან საუბრობდით იმაზე, რომ აი ომების დასრულება უნდა, აი რაღაც მოლაპარაკება უნდა, ბაიდენის ადმინისტრაცია არ იყო ამ საქმით დიდად დაინტერესებული უკრაინის შემთხვევაში. და ანუ მე მაინტერესებს ანუ რატო არ აკეთებს ამას ღაზის შემთხვევაში, ანუ მესმის ახლა ყველაფერი უსაფრთხოება, ღაზა, ანუ ეხა რასაც უყურებთ არის რაღაც როცა აგერ მერციც და ანარჩენი ევროპელებიც ამ ხრივ ამერიკის პოლიტიკაში თანმიმდევრობა იგრძნობა, იმიტომ რომ ბაიდენიც ვერ აკეთებდა. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ ბაიდენს ჰქონდა ეგეთი პოზიცია, რომ აი თქვათ წეღანაც ვახსენეთ, რომ უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებები ანუ არ მიმდინარეობდა, რაღაცა დიდად არ იყო, ანუ მშვიდობისგან მოწყობილი არ იყო დიდად. ხო და ანუ ტრამპის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად ცდილობს რომ რაღაც აი ირანთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, უბრალოდ რაღაც თავისი პოზიციები ქონდა ეხა ამერიკას და ირანს თავისი მიზნები აქვს. ამ შემთხვევაში ანუ 10 ცდილობს კი. ეცადა, იმიტომ რომ 20 იანვარს ხო დადოფიცი და 19 იანვარს სტივ ვიტკოფი მისი სპეციალური წარმოქმნა. ხო, მაგრამ ეხა ანუ პირველი ცეცხლის შეწყვეტა ქონდა. ისრაელის არასრულებს ამ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას შესაბამისად. ხო, მაგრამ ჰამასი ამ ტყვეებს არ უშვებს არა მარტო ამის გამო, იმიტომ რომ ეს არის ბერკეტია. ერთადერთი, ანუ ჰამასი თუ ან როცა ყველა ტყვეს გაუშვებს, მერე ხო ეს ხო ცოცხალი ფარია ეს ტყვეები, როგორც სამწუხაროდ როგორც როცა ხარ თქვათ ტუნელებში, გვირაბებში საწყალი ღაზის მოსახლეობაც არის ცოცხალი ფარი იმ კუთხით, რომ სამხედრო მოქმედებები. ხო, მაგრამ აი ჰამასის აი რაღაც ოღონდ მაგ ცოცხალ ფარს ისრაელი არ ითვალისწინებს და არანაირი მგრძნობელობა. მათ შორის არც საკუთარ მოქალაქეებს ახლა არ ვიცი ათასობით რაღაც ასობით ის ჩატარდა მათ შორის რომ მოლაპარაკება გადავიდეს არა დაბომბვის რეჟიმში, არამედ გადავიდეს მაგიდასთან, სადაც ხალხს კი არ ჩახოცავენ ცოცხლად, არამედ რაღაცა რეალურად იქნება იმის კეთილდღეობები, რომ გამოუშვენ. ნეთანიაჰუსაც იქ არის ლაპარაკი რომ მაინდა-მაინც არ უნდა, იქ 1000 პოლიტიკური კალკულაცია, იქ ისრაელში თქო მიტინგები იმართება, რომ აი ნეთანიაჰუს არჩევნებს, ნეთანიაჰუს ურჩევნია საომარი მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ურთულესი საკითხია და რა თქმა უნდა, ისიც ტრაგიკულია, რომ ღაზას ფართობით თუ არ ვცდები არის 365 კილომეტრი, თუ არა? ერთ-ერთი ჭიდროდ დასახლებული. ძალიან, ანუ ეს არის კატასტროფულად ჭიდროდ დასახლებული, ხო? 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ნუ ღია ციცხვეში. ხო, და ვერც ექნება. მიიღოს არაბულმა ქვეყნებმა. არა, არაბული ქვეყნები მიიღებენ, მაგრამ ვერ მიიღებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. რა წამს ეგვიპტის საზღვარი გაიხსნება, არავის ილუზია არ აქვს, იქ ხო ისრაელი ალბათ უკან არავის არ შემოუშვებს, ეს ერთი. და მეორე, ეგვიპტისთვისაც და იორდანიისთვისაც ეს პანარაბიზმისთვის ეს საკითხი რომ აი პალესტინის სახელმწიფო და პალესტინელები ამ კუთხით აუცილებელია მათთვის რომ ისინი იქ იყვნენ. ამიტომ რომ ეს იდეა ცოცხლობდეს. ამიტომ სამწუხაროდ პალესტინელები არიან არა მარტო სამხედრო მოქმედებების ძევლები და ჰამასის ძევლები, არამედ ამ და ბიბის ნუ ხო რა თქმა უნდა ახლა სამხედრო ბლოკადის ქვეშ ცხოვრობენ წლებია. ან არაბული იდეის რომ ჩვენ ახლა პალესტინის სახელმწიფო უნდა შევქმნათ და ამიტომ ჩვენ ვერ დაუშვებთ რომ ბიბი იმდენს თქვა პირდაპირ ინტერვიუ იყო, სადაც ამბობს რომ ჩვენ აქამდე გვიჩიჩინებდნენ ეს ევროპული ქვეყნებიო რომ ორი სახელმწიფო და ასე შემდეგ და ჩვენ ვნახეთო ამ წლების განმავლობაში რა არისო პალესტინელებისგან და არაბებისგანო მშვიდობაო და კაცი ამბობს პირდაპირ გადაწყვეტილად რომ ღაზა აღარ იარსებებს და ანუ არანაირი ორი სახელმწიფო არა ორი სახელმწიფოს იდეა დიდი ხანია ხო ნუ არა ხომ არა მე რას ვამბობ იცი რომ თუ იმაზე მიდის აქ ამბავი ზოგადად რა გეგმა აქვს ღაზასთან მიმართებით თქვათ ისრაელის სახელმწიფოს ამას ნათანიაჰუ ამბობს რომ იქ ეს ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს. ეს 2 მილიონი კაცი უნდა გაქრეს და ეს ტერიტორია უნდა იყოს ჩვენი და ეხა. არა, ეხა 2 მილიონ კაცს ესე ვერ არ მგონია ეხა ნათანიაჰუ აპირებდეს 2 მილიონი. ხო, მაგრამ თუ ჩახოცა ეს ხალხი და რაღაც ხო და ტრამპიც real estate-ის კუთხით 2 მილიონ კაცს ამბობს. ნათანიაჰუ არ და ვერ ჩახოცავს და არ არის ამაზე ლაპარაკი. ნუ პროგრესი აქვს, ანუ
შეუძლია. სამხედრო მოქმედებებია და ომია და რა თქმა უნდა. არა, მე არ მაგაში ვერ დაგეთანხმები, რომ ეგ ომია. ომი არ არის. ეგ არის გენოციდი, რა ვიცი, ანუ ჩემთვის ომი რანაირადაა ახლა ბავშვს და ხალხს და იმას რა ქვია, მოხუც რო კლავ, რავი, ანუ ეგ ომი არ არის. ანუ გასაგებია და უტრაგიკულესი სიტუაცია. ტრაგიკული არ არის, ეგ არის დანაშაული, ომის დამნაშავედაც აღიღარეს და ტრაგიკული არის ვიღაცა რო ჩამოვარდება კიბიდან და ჩავარდება და ეგ არის დანაშაული, რა ვიცი. არ გეთანხმები მოკლედ. აი მოკლედ აიმით დავასრულოთ რა, რამეში თუ შეიძლება რომ საერთოდ ტრამპმა წინააღმდეგობა გაუწიოს ამ კაცს რა. კი, და აქამდეც ანუ მე ხელშესახებს გეუბნები. ანუ ხელშესახებს, ანუ რიტორიკულს არა, კი, ანუ რეალურად თუ სრულად ამოქოგა ამერიკის სახელმწიფოს წვირთი, რა თქმა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ისრაელს ჭყალებს შეუძლება მიაწვევს, იმიტომ რომ ისრაელს ეხმარება და ეს ბაიდენის დროსაც ესე იყო, არის ამერიკის შეერთებული შტატები. იქნება ეს რა თქვა მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვი ან რაღაც ეგეთ დონეზე. აწვება თუ არა ტრამპი ნეთანიაჰუს, ნუ რაც გაზეთებში იწერება, რომ იგივე ირანთან დაკავშირებით აქამდე უნებოდა არ დაესხა თავს. პირველი თქვა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაგრად გაიგეს. ხო. რეალურად რა თქმა უნდა ეხლა ხო უბრალოდ რა ვიცი რუკას რო დავხედოთ ეხლა ისრაელი არის საქართველოზე პატარა სახელმწიფო. ანუ მეორე მხრივ ევროპელები ამბობენ აგე რომ ჩვენ არანაირი ზეწოლის ბერკეტი არ აგვაქვს რა ისრაელზე. ერთადერთი ვისაც აქვს ესაა ამერიკა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ზოგადად რესპუბლიკელები და განსაკუთრებით დონალდ ტრამპი ძალიან პრო-ისრაელი არიან და ნუ ნეთანიაჰუს სხვადასხვა ეტაპები ჰქონდა, როცა ნეთანიაჰუმ ბაიდენს მიულოცა ძალიან ნაწყენი იყო ტრამპი ნეთანიაჰუს და ეხა ის საკითხი რომ დავაბრუნო ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე ეგრე ეხა მეგობრობა მithumetes პოლიტიკაში ხო ილონ მასკის მაგალითად დაამტკიცა როგორ შეუძლია ადამიანი აღამაღლოს ისე შეუძლია ხაზი გადაუსვას უპრობლემოდ. მაგრამ აქ ლაპარაკია ზოგადად პოლიტიკასთან მიმართებაში და ჯერჯერობით ნუ ტრამპის ადმინისტრაციას თვლის რომ თუ ანუ არის მოლაპარაკებები თუ ხამასი არ დათანხმდება ამ ტყვეების გამოშვებას ისრაელი გააგრძელებს სამხედრო მოქმედებებს და ეს სამხედრო მოქმედებები როდესაც არის ლაპარაკი დეტროიტის ხელა მე მგონი ტერიტორიაზე გარდაუვლად გამოიწვევს იმ კატასტროფულ უბედურებას რაც ხო მაგრამ აი ეგ ისინი არ ყოფილა აი ძევლები არ ყოლია საერთოდ ჰამას, მაგრამ ეგ ხალხი მაინც 2020 წელს არ დაწყებულა ეხლა. ეგ ცხოვრობდა და და მაშინ ახლა ღაზას ბლოკადის აზრი და იდეა ისრაელი 2005 წელს გამოვიდა ღაზადან მთლიანად, რაც არიელ შარონს დაუჯდა სიცოცხლის ფასად. ახალშენები მთლიანად მოხდა ევაკუაცია, ნუ იყო იდეა რომ აი ღაზას მაინც დაუბრუნებ და იქნება მშვიდობა. ნუ 1000 სხვა მიზეზის გამო ხო ეგ ესე წორხასოვნად არ არის, მაგრამ ნუ ჩატარდა არჩევნები იქ ხამასმა მოიგო მერეს მეორე ფათხის ხალხი გადმოყარეს ფანჯრებიდან რაღაცა ხამასი მოვიდა და 2000 რომელზეც დიდი 2000 ეჭვი არსებობს რომ თავის დროზე ისრაელი აფინანსებდა. კი ბატონო არის ეს ეჭვი რომ იმისთვის რომ თქვა სეკულარული პალესტინური ნაციონალიზმი ხო ნუ ეჭვი დაებალანსებინათ შეუწყეს ხელი ამ რადიკალურ ისლამისტურ მიმდინარეობას და შემდეგ 2006 წლიდან რა სიტუაცია ქონდა რომ ისრაელი დაუწესა სრული ბლოკადა ხამას და ხამასი კიდე ასე ვთქვათ ეს რაღაცა ინტერვალებით ეს კუსტარული თუ არაკუსტარული რაკეტების სროლა მერე მედიაცია მშვიდობა ასე შემდეგ ბოლო წლებში ბოლო ომის შემდეგ იყო ერთგვარი მშვიდობა მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა 7 ოქტომბერი რაც ისრაელის ნებისმიერ მთავრობას სხვა გზას არ დაუტოვებდა თუ არა სამხედრო მოქმედებები, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი ომი და ეხა იქ დაბომბით არ დამთავრდებოდა და სამწუხაროდ ხამასმაც გაწირა საკუთარი ხალხი, ეს ფაქტია. ეხლა რა ქვია, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, რას ელოდები, რომ რა მოხდება? ანუ სხვა ომების დროს თუ დაბომბები იყო, ეხლა რას ელოდები და პრინციპში ეს ხამას არც მალავს. ხამასი ამბობს, რომ პალესტინის გათავისუფლების საქმეში ეს სისხლი, დაღვრილი სისხლი წმინდაა და
ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს. ნუ ჩვენ იმაზე ლაპარაკობთ, ხამაზე კი არ ლაპარაკობთ, ჩვენ ისრაელზე ლაპარაკობთ, არა, რომელიც ამას გასაგები- ჩადის, მაგრამ ნუ. პასუხისმგებლობა არ ვიცი, ხო, ხამაზეც არის თუ მაღაზია, მაგრამ ვიზე ხო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰამასის წევრებიც ხო, ნუ. ცნო და ნეთანიახუზეც არის გამოწერილი ორდერი გვერდზე და ხო, გამოწერილია ორდერი. ორდერი მე ვიძახი კი ბატონო. სამართლებრივი რის გამოც თუ არ ვწდები, სანქციები აქვს ამერიკას დაწერესებული სისხლის სამართლის ჰააგის ტრიბუნალისთვის ამის გამო. კი ბატონო. აი მოკლედ დავისრულოთ. ცხარე კამათით. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. შევხვდებით მომავალ კვირაში. მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ და გოლაიქეთ და გვაშიარეთ. თქვენი აზრიც გამოთქვით ეგ მნიშვნელოვანია და შენიშვნებიც გითხარით. მომავალ კვირაში შევხვდებით. მადლობა და დროებით. დროებით.